сопротивления и иных агрессивных устремлений, принимайте решение об уничтожении. Ცეცხლის გახსნის შესახებ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტისგან ბრძანება უკვე გაცემულია. საქართველოში ომი დაიწყო. 2008 წელი 1 აგვისტო სოფელ ერეთში ნაღმზე ქართული პოლიციის მანქანა აფეთქდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. 2 აგვისტო ცხინვალის მხრიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისვრიან. არიან დაჭრილები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. 3 აგვისტო რამდენიმე საათის განმავლობაში სროლები შეწყდა. 4 აგვისტო ოფიციალური თბილისის მტკიცებით ოსებთან ერთად ქართულ სოფლებს თავს რუსები ცესხმიან, რასაც ცხინვალსა და მოსკოვში უარყოფენ. 5 აგვისტო ოსის სეპარატისტების მიერ ოსურ სოფელ უბიათიდან სოფელ ნულის მიმართულებით ყუბართ მტყორცნიდან ცეცხლი გაიხსნა. 6 აგვისტო ოსმა სეპარატისტებმა სოფლების ერედვის, ფრისის, ავნების, დვანის და ნულის დაბომბვა დაიწყეს. 7 აგვისტო ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში შეარაღებული დაპირისპირებების შედეგად 27 ქართველი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეების. 8 აგვისტოს დადგომასთან ერთად კი დიალოგის ნაცვლად მასშტაბური საომარი მოქმედებები იწყება. 4 წლის წინ განვითარებული ეს მოვლენები ქრონოლოგიურად ასახავს იმ აგრესიას, რასაც რუსეთი საქართველოს მიმართ დაუფარავად იჩენდა და ახლაც გამოხატავს. რუსეთის მიერ საქართველოს საერთო ჯამში 75 ჯერ დაიბომბა. 32 ჯერ კი უკვე მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 პუნქტიან შეთანხმებას ხელი მოეწერა. ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც რუსული ბომბების ქვეშ აღმოჩნდა, კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით არის დაშორებული. ჭურვი პირველად ცხინვალში ჩამოვარდა. ამას მოყვა სოფელი ერედვის დაბომბვა. ის რომ რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, რამდენიმე ფაქტორი ადასტურებს. 6 აგვისტოს ცხინვალში ეგრეთ წოდებული მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც ცხინვალის რეგიონიდან ბავშვების და ქალების გაყვანის გეგმა შემუშავდა. ამ დროს 4 დღით ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე დასრულებულია რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხედრო წვრთნები, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა. წვრთნების დასრულებიდან 4 დღის შემდეგაც სამხედრო კონტინგენტი დისლოკაციის ადგილს არ უბრუნდება და მის ნაცვლად როკის გვირაბთან ბანაკდება. ომისთვის ახლა უკვე ყველა პირობაა შექმნილი. პირველი დარტყმა, პირველი მსხვერპლი. რუსებმა საქართველოში 3000 ერთეული საბრძოლო ტექნიკა შემოიყვანეს. დამატებით 3000 სადვირთო მანქანა და ქვეითები. რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების საბაბად ის დასახელდა, რომ 8 აგვისტოს ვითომ და ქართულმა შეერაღებულმა ძალებმა 2000 ეროვნებით 20 მოქალაქე მოკლეს. თუმცა ბედის ირონიით ამ დრომდე მათი არც სახელი იცის ვინმემ, არც გვარი და არც მათი ცხედრები უნახავთ. აშკარა იყო, რომ რუსეთს საკუთარი აგრესიის გამართლება სურდა. ომის შედეგები გაერო სამეცნიერო ინსტიტუტმა კოსმოსური თანამგზავრიდან დაკვირვებით შეისწავლა და შესაბამისი მონაცემების გამოაქვეყნა. ამ შედეგებით ცხინვალში შენობების მხოლოდ 5% განადგურდა, მაშინ როცა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გრევის მასშტაბები გაცილებით დიდია. ქართულ სოფლებში, რომელსაც ომის ტალღამ გადაუარა, შენობების 30-დან 50%-მდეა მიწასთან გასწორებული. საქართველოს ისტორია 1000 წლეულებს ითვლის. მე-4 საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ქვეყნის ბედი თავიდანვე განსაზღვრა. საქართველო გეოპოლიტიკურად ევროპის და აზიის გასაყარზე მდებარეობს. რელიგიურმა მრწამსმა ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვა მაშინვე განაპირობა. დრო გადის, მაშინ როცა მსოფლიო ასპარეზზე საქართველო თავის დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს და ეს მისი ევროპელი და დასავლელი პარტნიორებისგან თანადგომას იმსახურებს, ამ დროს პრემიერი ვლადიმერ პუტინი გაღიზიანებას ვერ მალავს. Появление на наших границах мощного военного блока, действия членов которого регулируются в том числе и статьей 5 Вашингтонского договора, будет воспринято в России как прямая угроза безопасности нашей страны. 2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ ბოლო ტრაგიკული შემთხვევაა რუსეთ-საქართველოს ისტორიაში. მანამდე იყო რუსეთის 60 წლიანი მმართველობა და უფრო ადრე 1921 წლის ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს წითელი კვალი დაამჩნია. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შემადგენლობაში იძულებით შევიდა. ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გატარება იწყება. (1921 წლის თებერვალი. საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა, რასაც 70 წლიანი საბჭოთა მმართველობა მოჰყვა.
კომუნისტური პარტია ანადგურებდა ყველას, ვინც არსებულ იდეოლოგიას არ იზიარებდა. იკრძალებოდა ეროვნული თვითმყოფადობის გამოვლინება. 1937 წელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია. გადაასახლეს და დახვრიტეს უამრავი ადამიანი. მაშინ მტკვარი წითლად შეიღება. თუმცა სისხლიანი მოვლენები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამით არ სრულდება. საქართველოს უახლოეს წარსულში იყო 1989 წელი, როცა საბჭოთა 70 წლიან მმართველობას ძირი ეთხრებოდა და იმპერია ნამსხვრევებად იშლებოდა. ქვეყანაში ეროვნულმა მოძრაობამ გაიღვიძა. ეროვნულ სულს იმპერიამ რუსის შექმნა და ნიჩაბი დაუპირისპირა. რუსთაველზე რუსული ტანკები გამოჩნდა. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 21 მშვიდობიანი მომიტინგე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას ითხოვდა. ვინც რუსის ნიჩაბს გადაურჩა, ადგილზე მომწავლელი გაზის გაშვების შედეგებს დღემდე იმკის. 1992 წელს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჯერ სამაჩაბლო, შემდეგ კი 1993 წელს აფხაზეთი გამოეყო. ეს იყო ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც საბჭოთა იმპერიამ საქართველოში ავტონომიური ერთეულების წარმონაქმნის სახით ჩადო. საკითხი იყო არა ის, გამოეყოფოდა თუ არა ავტონომიური ერთეულები ქვეყნის შემადგენლობას, არამედ როდის. აგვისტოს მოვლენებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. თუ კი იმ დრომდე ქვეყნის შიდა დაპირისპირებები ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებად იწოდებოდა, ქვეყნის ისტორიაში პირველად რუსეთთან დაპირისპირება შეფასდა როგორც ომი, ხოლო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცება ოკუპაციად. The world needs to help Georgia maintain its sovereignty. Pour l'ensemble du territoire géorgien. ტერმინმა ოკუპაციამ საერთაშორისო პრაქტიკაში სწრაფად მოიკიდა ფეხი და დღეს რუსეთი აღიარებულია როგორც ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. ვიდრე მსოფლიო რუსეთის რეალურ სახეს კიდევ ერთხელ დაინახავდა, იყო 9 აგვისტო და დღე, როცა რუსულმა ავიაციამ გორს შეუტია. დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. საქართველოს რუსეთის ომის მთავარი მოვლენები 11 აგვისტოს განვითარდა, როდესაც ოკუპანტებმა ქართულ არმიას შეუტიეს. რუსულმა ჯარმა დაბლოკა საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. საქართველოს პრეზიდენტმა პირადად მოძალადეებს მიმართა. მოვახდინოთ რეგიონის დემილიტარიზაცია და მოვახდინოთ საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტა. ეს სიგიჟე ყველა მერთად უნდა შევაჩეროთ. საქმეში საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო. შემუშავდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმა, რომელსაც ხელი რუსეთმა ევროპის შუამდგომლობით მოაწერა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ომი უნდა დასრულებულიყო. ცეცხლი მხოლოდ ნაწილობრივ შეწყდა. კონფლიქტის მასშტაბები შემცირდა. რუსული შეტევა მაშინ 2 კვირა გაგრძელდა, თუმცა ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ტერს საქართველოსთვის საკმარისი ზიანი მიეყენებინა. Наши решительные действия по отражению грузинской агрессии показали, что Россия способна защитить своих людей и свои национальные интересы. რუსეთს საქართველოს ომიდან 4 წელი გავიდა. საქართველოს ამ პერიოდში ფეხზე დადგომა და საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა მაინც შეძლო. ქვეყანა ვითარდება და ევროპული ოჯახისკენ მიისწრაფვის. თუმცა რუსეთის აგრესია ჩვენი ქვეყნის მიმართ ყველაფრის მიუხედავად მაინც გრძელდება. ამ დროისთვის საქართველოში 300,000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებსაც შეერათ, რომ ადრე თუ გვიან საკუთარ საცხოვრებელს დაუბრუნდებიან. იმედი აქვთ, რომ იქ მათელიან, იქ მათი სახლია.